დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ქართული ოცნების 3 დეპუტატი დაახლოებით 48 საათია არიან სრულიად გაუჩინარებული, როგორც სოციალური მედიიდან, ასევე არ პასუხობენ არც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, არც სატელეფონო ზარებს და მათთან კავშირზე გასვლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისინი ნამდვილად არიან გადაყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში და ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. ამ ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ პუბლიკასთან საუბარში ელჩი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ 3-ვე მათგანი არის დაკავებული, ამბობს, რომ სასამართლოს მოლოდინში არიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით პროცედურულად შემდეგნაირად ხდება გაერთიანებულ საამიროებში, რომ როდესაც ადამიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდეს და მიმდინარეობს გამოძიება, იქამდე სანამ სასამართლო პროცესი არ ჩატარდება, პროკურორს აქვს შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ან საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, ან გირაო. თუმცა შესაძლოა, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის ჩანიშვნა გაიწელოს 1, 2 ან 3 თვის განმავლობაშიც კი. ჩვენივე ინფორმაციით ელჩი ახლა ძალიან ცდილობს, რომ რამენაირად ამ 3 დეპუტატს მიეცეს შესაძლებლობა, რომ დატოვონ აბუდაბი, თუმცა იქამდე სანამ სასამართლო არ ჩატარდება, მინიმუმ ისინი ვერ შეძლებენ აბუდაბის დატოვებას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ იმ სკანდალის შემდეგ, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატები გაეხმნენ, ირაკლი ყობახიძეს გაუქმდა ოფიციალური ვიზიტი აბუდაბიში. ამ გარემოებას ჯერჯერობით ქართული ოცნება არ ადასტურებს, თუმცა საქართველოში უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები და გამოხმაურებები იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა გასულ კვირას. ამბობენ, რომ ფაქტია, პასუხისგება მოუწევს ქართულ ოცნებას და ისინი არიან მიჩვეული, რომ საქართველოში რაც არ უნდა ჩაიდინონ ბოლო 12 წლის განმავლობაში მურუსეთის სასამართლო მათ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას თავიდან არიდებს, ამიტომ ვერ გათვალეს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგება მოუწევდათ. იმდენი საათი გავიდა, 50 საათზე მეტი არის, მე მგონი გასული, რომ რა ვიცი, ზარქუას ერთი ლაივი არ ჩაუთვია, ხო? ისინი რომ გარეთ იყვნენ, ხო გასაგებია, რომ ჩართავდნენ ლაივს და მოყვებოდნენ, რომ აგერავართ ყველაფერი კარგად არის, ყუვილია რომ დაგвакავეს, დაკავებულები არიან, არ ვიცი, განყოფილება ალბათ და განყოფილებაში ურღამეს არ გაატარებინებენ, ალბათ წინასწარი დაკავების საკაში არის გადაყვანილი, უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია სასამართლო რამე გადაწყვეტილება გამოიტანა თუ არა. ეს ყობახიძის ვიზიტი არ ვიცი, დიდი ალბათობით არის ამასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ მე არ ვიცი, დაგეგმილი თუ იყო, მანამდეც გავიგებდი. დაუგეგმავი ვიზიტი იყო როგორც ჩანს და როგორც ჩანს გადაწყვეტა წასვლა, რომ ამათ დახმარებოდა, ალბათ ჩათვალა, რომ ალბათ ინფორმაცია ჰქონდა, რომ ამათ აკავებდნენ და გადაწყვეტა, რომ თუ ჩავიდოდა ახლა მაღალი დონის ვიზიტი თუ შედგებოდა, იქ ალბათ შეიხსთხოვდა, რომ გამოუშვით ჩემი ხალხი არიან და არ მუშაობს ემირატები ეგრე და ფაქტია, რომ არ მუშაობს და როდის გამოუშვებენ, არ ვიცი, ერთი თვე იჯდებიან თუ რამდენიმე დღე და მერე გამოუშვებენ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით ისინი ქვეყანას ვერ დატოვებენ, მანამ სანამ საბოლოო განაჩენი არ დადგება. ქართული ოცნება ეს არის კრიმინალური სინდიკატი, ისინი მოქმედებენ კრიმინალური სინდიკატის წესებით და ამიტომ ნახეთ ჩვენ ჯგუფური ანგარიშწორება და ფიზიკური თავდასხმა მოქალაქეზე, უბრალოდ ისინი იმდენად არიან მიჩვეული, რომ კანონი მათთვის არ არსებობს და ყველანაირი სამართალდარღვევა და ყველანაირი დანაშაული რჩება დაუსჯელი, როდესაც მას ჩადის რუსული რეჟიმის რომელიმე მსახური, რომ მათ ვერ გათვალეს ის, რომ უცხო სახელმწიფოში მსგავსი ქმედებისთვის დგება კანონიერი შედეგები. დღემდე არც ერთი შავნიღბიანი, არც ერთი ეგრეთ წოდებული პოლიციელი, არც ერთი ეგრეთ წოდებული სპეცრაზმელი და სინამდვილეში ომონათქცეული რაზმის წევრი თუ ტიტუშკა არ დასჯილა იმ დანაშაულების გამო, რასაც ჩვენ ხედავთ და რასაც მთელი საზოგადოება ხედავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამიტომ ბუნებრივია ზარქუას და სანიკიძეს ეგონათ, რომ იგივე დაუსჯელობის სტანდარტი გავრცელდებოდა უცხო ქვეყანაში, თუმცა ფაქტია, რომ მათ იქ მოუწევთ პასუხისგება. სამართლიანი სახელმწიფოს ფუნქცია ის არის, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ზარქუა ამ შემთხვევაში იყო დამნაშავე, ნახეთ კადრები, ნახეთ ის ძალადობის ფაქტები, ამიტომ ის რაც საქართველოში ვერ აღსრულდა, აღსრულდა სხვა ქვეყანაში.
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა დღეს იუბილარია და სავარაუდოდ საკუთარი დაბადების დღის შეხვედრა სწორედ აბუ-დაბიში დროებითი მოთავსების იზოლატორში მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებას. ჩვენი ინფორმაციით ელჩი ცდილობს აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ რაკიღა ეს სამი პერსონა არიან პოლიტიკოსები, მათ მიეცეთ გამონაკლისის სახით საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით ერთთვიანი ვადა სანამ სასამართლო პროცესი არ ჩატარდება საქართველოს მოქალაქეზე ჯგუფური თავდასხმის გამო ქართული ოცნების დეპუტატები აბუ-დაბიში პატიმრობაში დარჩნენ.